დაახლოებით ერთი კვირის წინ ევროკავშირმა დაასანქცირა და ჯარიმა დააკისრა ილონ მასკის სოციალურ ქსელ X, ანუ ყოფილ Twitter-ს. ჯარიმა, რომელიც ითვალისწინებს 120 მილიონ ევროს. რაზედაც ილონ მასკი გამოვიდა და საჯაროდ დაიწყო ევროკავშირის კრიტიკა. თან საკმაოდ საფუძვლიანად, საკმაოდ საინტერესოდ და მისი პირველი განცხადება იყო ასეთი, რომ მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, რომელიც არის ევროკავშირი. რასაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ხოლმე ძირითად შემთხვევაში და გვეძახიან ანტიევროპელს. ანტიევროპელი აქ არავინ არ არის. როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ევროკავშირს, ეს არის სხვა რამე და ევროპის კრიტიკა აბსოლუტურად სხვა რამეა. მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო განხილვა გველის, რადგანაც უნდა განახოთ ლუსტრაცია იმ ევრობიუროკრატების, რომლებიც ესე უპრაგონოდ ესხმიან თავს ყველაზე თავისუფალ სოციალურ ქსელს დედამიწაზე, რომელიც არის მასკის X-ი. ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს, ასევე შეგიძლიათ გამოვიდეთ Instagram-ზე, რომელიც აღწერაში შემითითებული და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია და დაეხმაროთ არხს განვითარებაში. მოდი გადავიდეთ ამ ვიდეოზე. აი ეს არის ძალიან საინტერესო, ახლა მეგობრებო, ილონ მასკი. ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი დაუბრუნდეს ცალკეულ ქვეყნებს, რათა მთავრობებმა უკეთ შეძლონ თავიანთი ხალხის ინტერესების წარმოდგენა. ეს პოსტი, რომელიც იმედმა მოიღო, ეყრდნობა წყარო არის ოფიციალური მასკის X-ის აკაუნტი, სადაც ის საკუთარ აზრს გამოხატავს, აი როგორც არის დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის Truth, ანუ სადაც წერს ხოლმე საკუთარ პოსტებს, დაახლოებით ესეთივეა X-ი. X-ი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც ილონ მასკმა შეიძინა საკმაოდ ძალიან დიდი თანხის, ესე ვთქვათ, სანაცვლოდ, სადაც საკმაოდ Twitter-ი ოდესღაც იყო ძალიან დაცენზორებული სოციალური ქსელი, მოქმედებდა ძალიან ბევრი სანქცია, მოქმედებდა ძალიან დიდი ცენზურა, ვერ გამოხატავდი შენ სიტყვას თავიდან ბოლომდე და ზოგადად ეხა Twitter-ი იყო ყველაზე გავლენიანი ხალხის სოციალური პლატფორმა წლების განმავლობაში. ილონ მასკმა ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, შეცვალა, შეისყიდა Twitter-ი, რომელიც გადაკეთა X-ად, გაანთავისუფლა საკუთარი ეს სამსახურები მუქთა მჭამელებისგან, რომლებიც სამსახურში უბრალოდ ყავის მითა და ფეხების აწევით იყვნენ დაკავებულები, ეგეთები ჩახსნა სამსახურიდან და დატოვა ის ხალხი, ვინებიც იყვნენ კვალიფიცირებულები, ვინებიც იყვნენ საქმისადმი მოწადინებული და ვისაც ჯეროდა თავისუფალი სიტყვის. ანუ X-ის მთავარი ფორმულა, ანუ მთავარი შინაარსი მაგ სოციალურ ქსელის. და მე ძალიან მიტყრება, რომ საქართველოში X-ი არ არის პოპულარული ისე, როგორც ეს არის საზღვარგარეთ უცხოეთში, ამერიკაში და ევროპაში და ყველგან. აი მაგასაც შევეხებით, ეხა ამ სანქციებით, რაც იმას რა ქვია, ჯარიმით ევროკავშირმა არის დაადო X, მაგით უფრო პოპულარული გახდა X-ი ევროპის მასშტაბით. ხო და ილონ მასკის სოციალურ ქსელში არის ყველა შეუძლია საკუთარი სიტყვა გამოხატოს თავისუფლად. ანუ რაზეც გინდა ილაპარაკე, გინდა ნაცისტებზე, გინდა ებრაელებზე, გინდა მაგალითად ყველა თეორიაზე, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, ან თავისუფალია შენი სიტყვა და არსებობს ესეთი განსხვავებული, მეგობრებო, მიდგომა, მაგალითად Facebook-ზე ხო არის ის, რა ქვია, საბჭოთა კავშირი რა, ანუ საბჭოთა კავშირი რას ნიშნავს, რომ Facebook-ზე არიან ფაქტ-ჩეკერები, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რა, რომლებიც იმართებიან აი ცენტრალური სანაცეთი და deep state-ი, რომლებიც არიან ევროპიდან, ეგრე, ანუ ვისაც უნდა გვერდს უშლიან, ვისაც უნდა, მე იმიტომ არ დავიწყე Facebook-ზე მაგალითად ეხა არაფერი საერთოდ, რომ Facebook-ი და ეგენი რაც მეტას ეკუთვნის, ეს არის კომუნიზმი ჩვეულებრივი რა, ანუ განსხვავებული აზრი მათ იქოლება. გვერდებს უშლიან, ყველა ყადაღებენ, რავი, ძალიან ცუდ რაღაცებს აკეთებენ, იმიტომ რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს Facebook-ზე. არსებობს რაც ნაცებს აწყობთ, რაც deep state-ს აწყობს და რაც შიგ ევროპელებს აწყობს და ეგ არის ძირითადად. ხო და X-ი არის ძალიან თავისუფალი სოციალური ქსელი. და ეხლა უყურეთ რამ გამოიწვია ის რა ქვია ევროკავშირის მიერ სანქციის დადება X-ის მიმართ და ზოგადად ჯარიმის გამოწერა, რომ ბევრი blue ვერიფიკაციის ნიშნებიო, ანუ შენ რასაც გაცემო რა, blue ვერიფიკაციის ნიშნები ხო ის არის, რომ ანუ ავთენტური აკაუნტია, ამაში ფულს იხდი ყოველთვიურადად დაახლოებით მე მგონი 15 თუ 20 ევროა თუ შეიძლება მეტი, არ ვიცი. და ეხლა როდესაც შენ ვერიფიცირებული აკაუნტი გაქვს, ნიშნავს, რომ რავი, ავთენტური, ორიგინალური, ლეგიტიმური აკაუნტია, ანუ არ არის ფეიკი, არ არის რაღაც გამოგონილი პერსონაჟი და ევროკავშირის კრიტიკა რო დაიწყო X-ზე, თან ძალიან დიდი. და ჭარბად არის ეს კრიტიკა, რომ ევროკავშირი არის მწარე ბიუროკრატია, რომ არადემოკრატიულად ირჩევენ საერთოდ ევროპარლამენტის ლიდერს, რომ არადემოკრატიული ინსტიტუტებით მართავს ყველაფერს ევროკავშირი, რომ ევროკავშირი წყვიტავს ცალკეული ქვეყნის სუვერენიტეტში ერევა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს აქვს გაცილებით დიდი პოლიტიკური კრიზისები ერევიან შიდა კონსტიტუციებში და მრავალი სხვა ამის კრიტიკა დაიწყო. ხიათა ტიპები გამოვიდნენ ახლა და blue ვერიფიკაციის ნიშნებსო, შერასაც გაცემო მასკს უთხრეს რა. ის არისო რა, არაავთენტურიაო რა, იმიტომ რომ ყალბ პერსონებს გასცემო, ანუ წარმე ბოტებს ქმნიო და ამ ბოტებით ევროკავშირს აკრიტიკებო რა.
და გამოვიდნენ ესენი ხო კომუნისტები, ევროკავშირი ხო კომუნიზმია რა, თანამედროვე აღდგენილი საბჭოთა კავშირია. და დაუწესეს 100 მილიონ ევროიანი ჯარიმა. და მას კი გამოვიდა ეხლა და მას უარესი დამართ. ხო ეგონათ ამათ რომ ილონ მასკი უკან გადაიხევდა ეხლა და დაიწყებდა უკანა პოზიციაზე ეხლა საუბარს რომ აი ჩვენ შეცდომა დაუშვიდეს ესე არა პირიქით უფრო დაჭმა დაიწყო, პირიქით უფრო შეფურთხება დაიწყო სახეში და უფრო მხილება და სკალპის აძრობა რასაც ქვია. რაზედაც ჩვენ ვაკეთებთ რეალურად საქართველოში, უბრალოდ ყველას არ ვიცი რატო გონია ამ ქვეყანაში რომ შენ რო ევროკავშირს აკრიტიკებ, აი ევროპა გეზიზღება. რა სისულელია, უბრალოდ ეს არის, აი ხო განავიდე დეგენერატე შეგევროპელების აზრი. ეხლა მე ევროკავშირს ვაკრიტიკებ და რო ავდგე ეხლა და ჩავიდე სანუ იტალიის ტოსკანაში რო ჩავიდე სიტყვაზე რა. აი უბრალოდ ტოსკანა სადაც რავი არაფერი მაგათი ლეგიტიმაცია იქ არ ვრცელდება ეხლა. და რო დავიწყო ეხლა იმაზე ლაპარაკი რომ აუ ტოსკანა რა ლამაზია, ანუ ვიღაცები გამოლენ ეხლა იტყვიან რომ აი ევროპაში არ გაპიტარასტებენ, ევროპაში ის რა სისულელია აქ საერთოდ ვერ ხვდები. ევროკავშირი რო არის მყრალი ბიუროკრატიული ცენტრი რომელსაც ღიად აქვს პოლიტიკური კრიზისი, აბსოლუტურად შეერთებულ შტატებთანაც რო გექნება მთავარ საგარეო სტრატეგიულ პარტნიორთან, ხო იქ უნდა დასრულებულია საერთოდ ყველაფერია რა, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ყბაში ყავხარ ამოღებული. მთელი მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტს ანვითარებს, რაღაც წინ მიდის და შენ კიდევ ჯერ რუსულ გაზზე ხარ ჩამოკიდებული და მაგაზეც უარს ამობ კიდე. მაგრამ ორსულა ფონ დერ ლაიენი და ეგ ხალხი, რომლებიც არიან აი Deep State-ის მაწაკი წარმოადგენლები, მათ ევროპელი ხალხი არ ადარდებს საერთოდ. და მას კი მაგას გამოდის და სულ მაგას ამობს რომ ანუ ევროპა უნდა დაუბრუნდეს ევროპელ ხალხს. აი ზუსტად ეს სიახლე ევროკომისია პლატფორმა X-ი 120 მილიონი ევროთი დააჯერება. ესა ძალიან საინტერესო მიმი რომელიც მინდა განახოთ, აი EU Find X 120 მილიონი ევრო, ანუ ეს მიმი რო ესე გავშალოთ, ეხლა რას ნიშნავს? რომ ევროკავშირმა 120 მილიონიანი, ესე ვთქვათ, ზიანი მიაყენა X. X-ი ხდება ყველაზე პოპულარული. X-ი ხდება ნომერ პირველი აპლიკაცია ყველა ევროპის ქვეყანაში. და ეს მიმი გამოხატავს, ეს სხვადასხვა მასკს ქონა გაზიარებული ძალიან საინტერესო პოსტი იყო რა. ხო და ეს არ არის მარტო ის ხა ილონ მასკი აკრიტიკებს ხა ბოლოს ბრიტანეთში გაუპატიურეს 15 წლის გოგო რა და მაგაზე გამოვიდა და ლონდონის მერს დააჩოვა. საჯაროდ პოსტი მიუძღვნა რომ თავრობა რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს არიცავს, ეგ თავრობა არალეგიტიმურიაო. ამჟამიდელ ლონდონის მერზია საუბარი, რომელიც არის აი ჰოგვანებით უბრალოდ ფაფეთი ლეკვია უბრალოდ Deep State-ის, ანუ მაგის მთავარი მიზანია რომ უბრალოდ ინგლისელები გადაშენდნენ და აქტიურად იყო ილონ მასკი ჩართული ევროპის შიდა საქმეებში. ხა და სწორედ იყო აბსოლუტურად, ხო? გერმანიის AfD-ის აქტიური მხარდამჭერია. ალტერნატივა გერმანიისთვის. ბრიტანეთში ნიჯელ ფარაჯის პარტიის მხარდამჭერია. აგერ იმას შეხვდა რა ქვია, ფიცოს შეხვდა სლოვაკეთში. ანუ ჩვენ მხარეს არის ილონ მასკი, ნახე, ილონ მასკი რო გამოდის ახლა და განცხადებას რო გააკეთებს რაღაცას, გაიგე და მე ქართველი ის იმბეცილები რო შევარდებიან აქ შიგევროპელები და ტრამპზე რო დაიწყეს ახლა გაქილიკება ტრამპის, რა ტრამპი რუსეთის აგენტიაო და ტრამპი გამოვიდა ახლა თქვა რომ არჩევნები ახლა უნდა ჩატარდეს უკრაინაშიო. სასტრაფოთა რომ ეს ომი რამენერად მორჩესო და გამოვიდნენ კომენტარებში წადიო შენო ისა რა ქვია შენ მსახურს პუტინს მოემსახურე წადი მოსკოვშიო და რეებს უწერდნენ ამერიკის სამხელა პრეზიდენტს და ამ იმბეცილებს ჯერათ ხალხნო რომ ახლა ტრამპი არის მოსკოვიდან მართული რომ ამჟამიდელი ადმინისტრაცია არის მაგალითად რუსეთიდან დანიშნული აი მაგის ჯერათ ხარ თქვენ ხვდებით რა დონის აბსურდთან გვაქვს საქმე ხო და აი ტეხავს რა ტეხავს იცი რომ აი Facebook-ი დაგვპირდა მაგას და მეტა ზოგადად რომ Instagram-ი, Facebook-ი და ეგენი გახდებოდნენ მეტა თავისუფლები. X-ზე არსებობს community notes, ესეთი ესე ვთქვათ და ფილტრი არის ცენზორის, ანუ რას ნიშნავს? ახლა უყურე, დავუშვათ მე დავწერე პოსტი. რავი, აი მაგალითად გიორგი ავალიანი 28 წლის არის. ვიღაცა გიორგი ავალიანი რომ ნიშნავს. ან ესეთი რამე ვთქვათ, რომ აი ხვალ საღამოს 6 საათზე, ანუ გუში საღამოს 6 საათზე იყო წვიმა. ეხა უყურე ეს დეзინფორმაცია ანუ ფეიკია თუ ნამდვილი როგორ არკვევს X-ის community ხა გეტყვით არსებობს community notes ესეთი რამე რომ ხალხი წერს საკუთარ აზრს რომელიც აზრით საერთო ჯამში ანუ დემოკრატიულად გადაწყდება რომ ეხა წარმოიდგინეთ 500 კაცმა დაწერა კომენტარი და მაგენა 500-დან 300-ი ამტკიცებს რომ გუშინ 6 საათზე იყო წვიმა ანუ რეალურად მართლა წვიმა იყო და 300-მა თქვა რომ წვიმაა ანუ ვადასტურებთ ფაქტს რომ ეგ რეალურია 200 ტროლია და ამბობს რომ გუშინ 6 საათზე წვიმა არ ყოფილა მაგალითად და community notes-ი გეუნება ეს ინფორმაცია ტყუილია თუ მართალი. ხვდები? ანუ ისევ ანუ X-ი არის ყველაზე დემოკრატიული მაგხრივ რო აიღო რომ მართლა თავისუფალი სიტყვა არ იჩაგრება. აბა აი Facebook-ზე რა არის ახლა მაგალითად რომ აი ნაცისტებს რო კრძალავენ რა პირიქით ყველაზე დიდ პოპულარიზაციას ეწევიან მაგით.
ეხა X-ზე რო შეხვიდე, ანუ ავსტრიელი მხატვარი არის ყველაზე პოპულარული ადამიანი, ის საერთოდ, აი ნომერ პირველი, რაც კი იწერება X-ზე. ანუ პლანეტის მოსახლეობის 1 მილიარდი ადამიანი სოციალურ ქსელს მოიხმარს და მაქენა ყველაზე მეტი პოსტი ავსტრიელ მხატვარს ეძღვნება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ Facebook-ის და Meta-s მიერ აკრძალულმა და დაცენზორებულმა იმად რომ დაივიწყეთ ნაცისტური გერმანია ესეთი რამე არ არსა და როგორი მოქმედა საბოლოო ჯამში ხო რომ თავისუფალ სიტყვას დაარტყა თვითონ. ანუ უფრო მეტად ხელი შეუწყეს მაგათ პროპაგანდას, ხვდებით? უფრო მეტად აწიეს პოპულარობა. იმიტომ რომ შენ რაც უფრო აცენზორებ ხალხს მაგ მიმართულებით, უფრო მეტად წევს საპირისპიროდ პოპულარობას, ხვდები? და X-ზე მაგალითად ეგრეა, ანუ X-ზე არის ღიად აბსოლუტურად ყველაფერი. ყველანაირი სახის ფობია რაც კი არსებობს X-ზე. რატო? იმიტომ რომ ბუნებრივია ეგ ყველაფერი. ანუ რომელი 21 საუკუნეა ეხლა და რატო არ უნდა გამოიყენო რამეც ისეთი სიტყვა რომ ვიღაცა არ შეურაცხყოფა ამით. ზოგი შეიძლება მიმი გააკეთო უბრალოდ იცინო რაღაცაზე. და Facebook-ზე და Instagram-ზე ეგენი აკრძალულია და ტეხავს უბრალოდ. მარკ ცუკერბერგი არის აი კომუნისტია ჩვეულებრივი, აი რა ვიცი, ბრეჟნევია ჩვეულებრივი, რომ ყველაფერი აკრძალულია. ჯერ საქართველოში როგორ ექცევა მედია იმას რა ქვია, მაუწყებლობებს, ხო? რამე ინფორმაცია ფაქტ ჩეკერი რას ნიშნავს? ხო თქვა იმასთან რო იყო მისული რა ქვია ცუკერბერგი რა ქვია PDD-სთან არა და მეორე ჯოროგანთან ხო თქვა რომ მე ვაპირებ რომ community notes-ი დაუნერგო. აი სად არის რატო არ დანერგა community notes-ი რაც X-ია? იდრო არის ჩვეულებრივი მარიონეტი, მარკ ცუკერბერგი არის ფემინური, რავია როგორ რა თქვა რა, დაბალი ტესტოსტერონი, ფემინური, აი ფისოა ჩვეულებრივი. კაცი კი არ არის ფისო ჩვეულებრივი. ჯერ საკუთარ კომპანიაში 5-10%-ზე ვერ აფლობს ვერაფერს და ილონ მასკი მთლიანად აკონტროლებს X. რომ საკონტროლო პაკეტი უჭირავს ხელში. ანუ free speech-ი მის ხელშია. მასკი მაგიტომ ევასება რომ თავისუფალი სიტყვა არსებობს მანდ. იქ როგორ შეგიძლია რაღაცაზე კარგი თქვა, ასევე შეგიძლია ცუდი თქვა და შენ თუ მაგაზე გაქვს პრეტენზია, ზომა მაშინ free speech-ი უნდა არსებობდეს. როგორც ჩემ შემთხვევაში არის რაღაც აზრები, რასაც მე გამოვთქვავ, ჩემი გამომწერები მეთანხმებიან რაღაცაში, რომ კაი ბიჭი ხარ ამაში რომ ამბობ. მაგრამ არის რომ შეიძლება რაღაც შემეშალოს და ამის გამო შემა გამომწერება დამაჯვან საერთოდ. ანუ ამის გზა უნდა მივცი ადამიანს, იმიტომ რომ პატივისცემას ვერ დაიმსახურებ კონტენტ კრეატორი ან ნებისმიერი ადამიანი, რომ შენ აუკრძალავ ხალხს საკუთარი ხმის, ანუ აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ეს მე მესმის ბიჭო, რომელსაც ჯერა იმის რა ქვია, ტოტალიტარიზმის და დიქტატურის და მაგების რწმენა აქვს ხა. მე ვამბობ მაგას. და ეს ამათი შეიძლება ვის დემოკრატიის შუქურას განასახიერებენ? მაკიაველი მაგას ამბობდა, რომ ჭეშმარიტი ავტორიტარიზმი და ჭეშმარიტი დიქტატურა არის, როდესაც ხალხი საკუთარი ნებით გირჩევს, რომ შენ უნდა იყო მათი მთავარი. განა შიშით და ძალით უნდა დაიპყრო ეგ ყველაფერი, არა შენი ნებით უნდა არჩევინო, რომ შენ ხარ მათი მხსნელი. აი ეს არის განსხვავება, ეს არის სიყვარულით მოპოვებული. ეს არის პატივისცემით მოპოვებული. ხვდებით? ანუ მე ესე უყურებ ამ ყველაფერს. იმის და მიუხედავად ხა ბევრს საერთოდ ისეთი იმბეცილია რომ აზრის გამოხატვის საშუალება არ უნდა ქონდეს, მაგრამ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება მაგას რო არ ქონდეს, მეგობარო, შენ ვერ გაიგებ რომ ეგეთი იმბეცილები არსებობენ. ანუ სოციალურად მე და შენ ხა როგორ განვითარდით ამ ბოლო წლებშიც, რომ აი შიგევროპელებს რო ქუჩაში ხედავდი და რო აკვირდებოდი რა დონის ტუპოები იყვნენ, ხო? შენ ამან განგავითარა რეალურად. ანუ შენ უკვე იცი როგორი არ უნდა იყო. და შენ რო აკრძალული ქონოდა ქვეყანაში free speech-ი, ანუ free speech-ი რო არ არსებობდეს, ხო? შენ ვერ გაიგებდი რომ ეგეთი ადამიანები არსებობენ. ბევრი ამბობს რომ აი 21 საუკუნეში ეხა გაჩნდენო სირები სამყაროში, არა სირები ყოველთვის არსებობდნენ მეგობრებო. უბრალოდ TikTok-ი და Facebook-ი არ არსებობდა ადრე. უბრალოდ ეგენი არ არსებობდა, რომ შენ ეს დაგენახა უბრალოდ. თორე ყველა საუკუნეში არიან იმბეცილები, ყველა დროში. არავინ არ მოგატყოთ ეგ რამე განსხვავებული საუკუნეა, ხა არა. ყველა დროში არსებობენ ეგენი. ხო, ცოტა გავცდით ამას, მაგრამ კარგად აგიხსენით X-ის ფილოსოფია რა არის. მე X აქტიურად არა, მაგრამ ხშირად ვაზიარებ პოსტებს ინგლისურად ძირითადად, შეგიძლიათ დამაფოლოვოთ, ეგაც აღწერაშია მითითებული. ნუ ხა Instagram-ს იმიტომ ვიყენებ ძირითადად Instagram-ს საკონტაქტო ჭირდება. ეხა Instagram-ი ჯობია Facebook-ს, ეხა Facebook-ი არის, ანუ ზედმეტად დაბალი დონე უკვე ხალხო. Facebook-ის მომხმარებელი აღარავინ აღარ არის საერთოდ. ერთი სერიოზული უცხოელი ტიპი მანახეთ, გინა პოდკასტერი, გინა პოლიტიკოსი, გინა მოაზროვნე, გინდა რავი, ნებისმიერი ადამიანი, ხო? ვინც Facebook-ს მოიხმარს. Facebook-ი რატო დარჩა საქართველოში მე წარმოდგენა არ მაქვს რა. ეს არის ყველაზე ბანძი სოციალური ქსელი. დღეს პარადი მიყავს YouTube-ს, მიყავს Rumble-ს, X, ნაწილობრივ Instagram-ს რა თქმა უნდა, მაგრამ აი Facebook-ი და ადნაკლასნიგები და ეგენი აღარ არის წარსულში შაბარდა რა. 2017 წელს გავაუქმე აქ სოციალური ქსელი. და მაგის მე არ გამომიყენებია. ტიპები ზიან ანუკა შორშოლენსნაირები და მაგათი ხა ჯერ ცუკერბერგმა რა პრინციპი შექმნა Facebook-ზე ხახახა რომ მოიგონა, მაგით რამდენი ადამიანი გადაამტერა ერთმანეთთან. რო ხახახა სმაილი თვითონ ეხა რაღაცა შეცვალა რაღაცები და ლიბერასები ხა აჩვენ ცუკერბერგს იმაზე რატო შეცვალეო ეგო ხახახა რატო აღარ ჩანსო ისე როგორც ჩვენ გვინდა და მაგით აგუბედურებს 1400 ხახახასო დააგროვებდნენ ეგონათ რომ ბიზნეს ჩამოაგდებდნენ მაგათ მართლა ეგონათ რომ 1400 ხახახით ბიზნეს ჩამოაგდებდნენ ოდესმე აი ეგ რო ეგონათ იმიტომ ზიან ეხა ტრაქში პერო გათხრილები
ხო, და ილონ მასკის კრიტიკა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, იმიტომ რომ ევროკავშირი არის ეს არის მეგობრებო, აი პრინციპი რა არის ევროკავშირის იცით, რომ წარმოიდგინეთ მთავრობაში ყავს მთავრობა. ანუ ხო წარმოიდგინეთ მთავრობა ყავს შენ, მთავრობა ყავს და ის მთავრობას კიდე მთავრობა ყავს. ანუ შენ თუ კონსტიტუცია ხო გააქვს, ქვეყნის პირველი კანონი. ანუ კონსტიტუციას აქვს კონსტიტუცია, ხალხო. და ვიღაცა სირი ევროპარლამენტარების ზიანი იქ, ანუ შენი ქვეყანიდან 2 დელეგატი შეიძლება იყოს და უნდა გადაგიწყვიტოს შენ რა რეალობა გექნება ქვეყანაში. და ძირითადად რა არის? საიმიგრაციო პოლიტიკა, ღია საზღვრები, მეტი ლიბერალიზმი, მეტი სოციალური დახმარებები, მაგალითად ზანგების ჩასახლება, არალეგალების მიღება, ძირითადად ეგ არის ევროკავშირი. იმიტომ აქ დედანაწილები გერმანიისნაირი დონის ქვეყანა რომ ამ დღეში იქნება დღეს, აი ეს არის სატირელი მეგობრებო. რაც ევროკავშირმა გერმანიას უკნა. და ის ნაწილი ვისაც ეგონა საქართველოში რომ გერმანიაში იმიტომ ამაღალი ხელფასები რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის ჩლუნგი ჩვეულებრივი. გერმანიაში იმიტომ მაგარი ხელფასები რომ გერმანია თვითონ მაგარი ქვეყანა და მაგარი ხალხია თვითონ მათ. მაგრამ პრობლემა დღეს გერმანიურ კრიზისში შედის და ამხელა ისინი აქ ეკონომიკური პრობლემები არის იმის დამსახურება რომ ყოველ მეორე ბომს ინახავს გერმანელი ხალხი მისი პირადი გადასახდელებით. და სამწუხაროდ გერმანელ ხალხს ტესტოსტერონი გამოოცალეს და აღარ აქვთ არანაირი წინააღმდეგობის გაწევის საშუალება. ანუ ერთი AfD-ია ბოლო იმედი მაგათი ალტერნატივა გერმანისთვის ალისია ვეიდელი. მეტი არაფერი მაგათ არ შეცდა. ჩაასახალეს თურქები, ჩაასახალეს არაბები, ეს უნდა მასიური ჩასახალება, სპეციალურად ჩასახალება. პროგრამა ეგეთი. პროგრამა, ინვესტიცია კი არ შესულა, ხა პროგრამა ეგეთი. პროგრამა, ევროკავშირის და პროგრამა. ანუ ბომჟი რო შედიხარ ევროპაში, შენ ვალდებულია შენი ქვეყანა შეგინახოს. აი წარმოგიდგენ სახში რო ვიღაც შემოგივარდეს, ჯვარი გწერა, სახში რო შემოგივარდეს ვიღაცა და შენ იმის მაგეროს რომ პოლიციაში დარეკო, ადგები და საწოლი რომ იცე მაგას. აი მაგას აკეთებს ევროპა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, მაგას უკეთებს საკუთარ ხალხს. ეს არის პრობლემა. და საქართველოს მაგას არ აკეთებს. ამიტომ საქართველოს ტყუილად აბრალებთ ეგეთ რამეებს, რომ ვიღაცის ჩასახლებას ემსახურება. ეს არის ტყუილი. ევროკავშირი მარტო ერთი მიზეზის გამო არ მინდა მე. არანაირი კაპიტალისტება მაგას საერთოდ ყველას ვკიდია, ვერავინ ვერ გააპიტალისტებს. აქ პოინტი მთავარი ის არის, რომ მთავრობაში მთავრობა არ უნდა ყავდეს. სუვერენიტეტი არ არსებობს შენთვის. ვერ ხედავთ უნგრეთის სუვერენიტეტში როგორ ერევიან, როგორ ხედავთ რუმინეთის სუვერენიტეტში როგორ ერევიან. ანუ შენ თუ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების საშუალება არ გაქვს, რა ფასი აქვს შენ დემოკრატიას, რა ფასი აქვს შენ კონსტიტუციას. და აბსოლუტურად ევროკომისია ისე ირჩევა, საერთოდ ყველა ვაფშე ტიპი არის ვინ ირჩევს, ანუ ორსულად ვინ აირჩია, დღემდე არ იციან. ანუ ის კომისია ვინ არის, ეგ წევრები საერთოდ არ იციან. ანუ აი ეს არის დიდი სისულელები და ბლყუნე ხალხო. აქენა გამომდინარე ილონ მასკი ყველაფერში მართალია აქ. მეტის ღირსები არიან ამერიკაში გამოიღვიძეს ხალხმა, ამერიკაში გამოიღვიძა მეინსტრიმა. ამერიკა Times გავს საქვეყანას უკვე, ამერიკა ნორმალურ ქვეყანა აქვს, რა თქმა უნდა, ამერიკას კიდე ბევრი მიზეზი ის გამოჩვენება ჩვენ გავაკრიტიკოთ, მაგრამ შედარებას არ შეიძლება ტრამპის ამერიკა როგორი არის და შედარება არ შეიძლება ის დემოკრატები ვინებიც იყვნენ, შედარება არ შეიძლება არც ეთქვი სოციალურად, საიმიგრაციო კუთხით, ეკონომიკურად, ყველანაირად ამერიკა უფრო სხვა არის დღეს და უფრო სხვა გახდება, ვიდრე ეს მაქამდე იყო. მათ შორის იმ გენდერულ სიგიჟებს და რასაც დაერივნენ. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ილონ მასკი სრულიად მართალია მათთან მიმართებაში. ევროკავშირს ერთადერთი რაც შეუძლია ადამიანი დაასაქციროს, რაც გაუკეთა, რასაც უკეთებენ, მაგრამ ბიზნესს რაც გაუკეთეს, მაგალითად, აი ილონ მასკის სოციალურ ციგვე დამარტის, ამ განსხვავება არ არის. უბრალოდ აქ ნახე ხა ევროკავშირის კრიტიკა რო დაიწყეს ამერიკაში, ევროკავშირის ხალხმა დაინახა რა სიბინძურია მათ. და რამხელა სკანდალები არის და კორუფციის რამხელა დონე არის, მათ შორის რომელიც თვითონ ორსულა ფონ დერ ლაიენს უკავშირდება, ხო? კაია კალასებს და მაგათ აი ხროვა ვინების ზიან, deep state-ის. ამის გამოვიდა ევროკავშირი და შენ ტროლ ბოტებს ქმნიო რა, რაც ნაცებმა იციან საქართველოში და ამ ტროლ ბოტებით გვებრძვიო. მასკის იმასე ტროლი ვერ იქნები შეუძლია. ჩვენ თუ პიროვნება არ ხარ, ვერ ქმნი ვერაფერს. გბლოკავს კროკი ავტომატურად გბლოკავს. და ილონ მასკს საბრალებენ ტროლ ბოტებს ქმნიო. წარმოგიდგენიათ? და მე გიკვირთ აქ რომ ტროლ ბოტობას გაბრალებენ და რაღაც ეგეთი, როცა თქვენი აზრი არ მოწონთ. ამიტომ საშინელება მეგობრებო, ეს არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმის რა არის ევროკავშირის სინამდვილეში, რას ემსახურება სამწუხაროდ ევრობიუროკრატია და მას საერთო მეგობრებო არაფერი აქვს ევროპასთან. მე კიდევ ერთხელ მეუბნები, მე როდესაც ევროკავშირს ვაკრიტიკებ, მე არ ვაკრიტიკებ ევროპას როგორც კონტინენტს. ევროპა რა თქმა უნდა იყო ცივილიზაციის ცენტრი, ევროპა რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი კულტურული სულიერების მატარებელი საუკუნეების განმავლობაში, რომელმაც მოქცა არაჩვეულებრივი ხელოვნების აღმაფრენების სამყაროს ისტორიაში, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი ევროპა ოკუპირებულია იმ მცირერიცხოვანი deep state-ის მიერ, რომლებიც ეწევიან ევროპელი ხალხის დაჩლუნგებას, ევროპელი ხალხის ჩანაცვლებას და ევროპაში ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას.
ეს არის სამწუხარო და მე ამაზე მწყდება გული და მე ამას ვაკრიტიკებ, თორემ მე იტალიაც ძალიან გვიყვარს ყველა, საფრანგეთის ძალიან გვიყვარს, გერმანიას გვიყვარს და ძალიან დიდი პატივისცემა გვაქვს მათი კულტურის მიმართ. რასისულელი ევროპათა მოძულე რატო უნდა იყო ადამიანი? ყველა ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო მხარეები, რომელიც შენ შეიძლება დაინახო. მაგრამ გეცოდება იმ ხრო შენ უყურებ რა დღეშია დღეს ის გერმანია, რომელსაც წამყვანი ეკონომიკა და ფაბრიკები ქონდა წლების განმავლობაში. რომ დღეს Porsche-ს ისტორიულ მინიმუმზე აქვს საკუთარი აქციები. და BMW-ის აქციებია დაცემული და ძალიან ბევრი ფაბრიკა ქარხნები იკეტება და ძალიან საშინელი მდგომარეობა მაქვს. აღარ ვამბობ ენერგო იმას, რა ქვია, კრიზისს, რომელიც არის რუსეთიდან გაზის ჩაჭრის შემდგომ გამოწეული და გერმანელი ხალხს როგორ გაიზარდა რის გამო, რომ Ursula von der Leyen ესე უნდა. და უკრაინას მთელი ევროპა ამარაგებს უკრაინამ რომ ხალხს საკუთარი თავი გადაირჩინოს და დაცილება გახანგრძლივოს ომი. ეს არის უბედურება. და ჩვენ ამას ვაკრიტიკებთ. აქ არანაირი რუსეთუმეობა და აქ ევროპათ ფობია არ არსებობს ეგეთი რამე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არის ევროპა და ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ რა არის ევროკავშირი. მათ შორის არის ძალიან დიდი განსხვავება და როგორც ყოველთვის, რასაც აქამდე ვამბობდი, იგივეს გავიმეორებ. ევროპა გვინდა აღზევებული და დაბრუნებული, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი. ჩვენ არ გვინდა მთავრობა მართავდეს. ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენი სუვერენიტეტი ვიღაცას გადავაპაროთ. ჩვენ არ გვინდა ჩვენი თვითყოფადობა და დამოუკიდებლობა შევწიროთ ევროპიუროკრატების ინტერესებს. რავი, ვისაც ეს არ ესმის, რავი, მაშინ ახალგან გადაახვენ ვიდეოს და თავიდან ბოლომდე მოусმინონ. ხო, შარაუთი მასკს მხარდაჭერა ყველანაირი, რა თქმა უნდა, და დაწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რა მოისმინეთ თქვენ. ხარ თუ არა X-ის მომხმარებლები და ერთხელ სამუდამოდ გააუქმეთ Facebook-ი მეგობრებო. დროებით.